შემიძლია გითხრა, რატომ შეიძლება კარგი ხანი არ ყოფდეს ახალი ჩემპიონი UFC-ში. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ყოფდეს საკმაოდ მალე. მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გავიხილავთ რამოდენიმე საკითხს, სამ თემად ჩავშლი. ერთი იქნება ქართველი მებრძოლები, რომლებსაც ჩემი აზრით აქვთ შანსი რომ გადავიდნენ უახლოეს პერიოდში UFC-ში და ვინც რეალურად დღეს არიან მებრძოლები მზად, რომ UFC-ის დონეზე პოტენციურად იბრძოლონ. მეორე საკითხი იქნება ქართველები, რომლებიც UFC-ში არიან და რომლებსაც აქვთ შანსი რომ გახდნენ უკვე ჩემპიონები უახლოეს პერიოდში ისევ და ისევ. და მესამე კატეგორია იქნება, უნებრივია ყველა შევეხებით და არსებულ ჩემპიონებსაც, ყოფილ ჩემპიონებსაც, რომელსაც მიაღწიეს ამ ძალიან დიდ მიღწევას უკვე, ბუნებრივია საუბარია მერაბი და ილია თოფურია, ასევე მათ შანსებზეც ვისაუბრებთ ტიტულის დაბრუნების კუთხით. მოდით დავიწყოთ ილია თოფურიას საუბრით, ასე თქვათ, მის ისტორიაზე, იმ წერტილიდან, როდესაც უკვე ახლოს იყო UFC-სთან და UFC-ის, ასე თქვათ, მის კარიერის დასაწყისზე ვისაუბრებთ და ასევე ჩემ გადმოსახედიდან დანახულ იმ პერიოდს გეტყვით და ამ კუთხით ზოგადად გავაკეთებთ მცირე baselines, რომელთაც ეს ვიდეო შემდგომ გაგრძელდება და ამ სტანდარტით უკვე რეალურად გავშით ვის რა შანსები აქვს და ასე შემდეგ. ანუ როდესაც ილია თოფურია უკვე ახლოს იყო UFC-ში გადასვლასთან და როდესაც უკვე გააკეთა დებიუტი განსაკუთრებით, მე რეალურად ახლო წრეში უკვე ვიძახთი, რომ ეს ადამიანი იყო, ვინც იმედიც ჰქონდა, რომ გახდებოდა ჩემპიონი, ანუ კაფიოდ. თუმცა ბუნებრივია, ისევ და ისევ როგორც დღეს, ისევ მაშინაც ვთვლიდი, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გახდება ჩემპიონი. პოტენციალი ბევრს ჰქონია ისტორიაში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მაგრამ ვერ მიაღწიეს. ვერ გახდნენ ჩემპიონები, ან გახდნენ და მალევე დაკარგეს ტიტული და ასე შემდეგ. ილია თოფურიას ჰქონდა ბევრი, ასე თქვათ, უნარი და ბევრ კრიტერიუმში შდებოდა, რომელთაც მე პირადად შემეძლო მიფიქრა, რომ გახდებოდა ჩემპიონი. ზოგადად ცოტა მოგვიანებით ეს ვიდეოც დებითაც არის რაღაც დონე დადასტურებული, რომ რას ვფიქრობდი და როგორ ვფიქრობდი. თუმცა სულ რომ პირველივე მომენტიდან არ ვიცი, როდესაც MMA-ის კარიერას დაიწყებდა ილია თოფურია, ვიღაცას ეყვირა, რომ აი ეს არის შემდეგი ჩემპიონი, აი ეს არის შემდეგი ჩემპიონი, დამიჯერეთ, აგერ არის ჩემპიონი და ასე შემდეგ. სხვაშორის ცნობილი მეცერას ორი ვიდეო მახსენდება, ერთი თქვა ქრის ვაიდმენზე და მეორე ალჯემ სტერლინგზე, ორივე ვიდეოზე. ერთხელ ვაიდმენზე თქვა და მე ვაიდმენი გახდა ჩემპიონი და მე სტერლინგზე თქვა და გახსოვთ თუ ეს ვიდეო აი ესე ვგეუბნებით ამაზეც და ორივე გახდა ჩემპიონი. It's the future right here. It's a big difference right there, right? From the back. When I'm done, I'm passing the torch. I'm passing the torch. Look, the future. People are gonna go back when he's champ. I remember him from the video blog. Fucking all hilarious. რეალურად, აი, რამდენადაც ეგრე არ უნდა თქვა, ყოველთ შეიძლება რაღაც მოხდეს, რაც ამ ყველაფერს შეცვლის, ან როგორც მინიმუმ გადაავადებს. მაგრამ სტერლინგის შემთხვევაში მოხდა ეს ასე, მას საკმაოდ ბევრი დრო დაჭირდა, რომ რეალურად ის სერას ასე თქვათ, ნაწინასწარმეტყველები და ნაპროგნოზალი გაემართლებინა. მაგრამ რეალურად მიაღწია მაინც საოჯახში მიზანს, თუმცა შესაძლოა ესე არ მოხდარიყო. მოდით ილია თოფურიას კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, მაგალითად ადის ილია თოფურია lightweight-ში, ჯაი ჰერბერტის დარტყმა გადის, ან ეგრევე ითიშება, ან ჯაი ჰერბერტი რაღაც მომენტში თუ გახსოვთ, ხელები აწია და წამის მიასედიან, ერთ წამი დაკარგა და შესაძლოა მაგ მომენტში რაღაცა შეცვლილი იყო, რომ დაესრულებინა დარტყმებით. და სამწუხაროდ ალტერნატიული რეალობა მარცხ ხდება თოფურია პოტენციურად მძიმე ნოკაუტით და მე შესაძლოა ან ისევ გაბრუნდება, ან ბრუნდება, ასე ვთქვათ, უფრო გვიან და უფრო გვიან ახსნებს თავის მიზნებს ამ სიტუაციიდან გამომდინარე. ხო, ეს შესაძლოა მოხდარიყო. რაც მადლობა მას არ მოხდა, მაგრამ ასე ვთქვათ, განსახილველი საკითხი არის, რადგან ჯობია რომ დავრჩეთ თავდავლები ჩვენ ასე ვთქვათ პროგნოზებში. მეორე სცენარი მაგალითად რეალურად UFC აპირებდა რომ გაიფილტრა
ორი მათი დაუმარცხებელი მებრძოლი დაატაკეს ერთმანეთს, ევლოევი და თოფურია, რომელსაც სხვაშორის ევლოევი ჩაეხსნა და იმის მერე ვიცით რომ იწვევდა ილიას, მაგრამ თვითონ ჩაეხსნა. ილია მახსოვს ძალიან სერიოზულად ემზადებოდა მაგ ბრძოლისთვის და არანაირი მიზანი არ ჰქონდა ჩახსნილიყო და ისევ და ისევ ხას უსვაო რომ კი თქვა ეს არ სულია და თქვა ამაზე პასუხისგება ამ მომენტში აღარ მომიწევს, მაგრამ ფავორიტად თვლიდი სერიოზულად ილია თოფურიას, ჩემი აზრით უნდა მოიგო ილია თოფურიას, მაგრამ ნამდვილად ისევ და ისევ ვერ გამოურიცხავთ რომ რაღაცნაირად თუნდაც ასე ვთქვათ მოსაწყენი გადაწყვეტილებით დაემარცხებინა 3 რაუნდიან ბრძოლაში ევლოევს და ამას ან გადაედო ან შეეჩერებინა რაღაც დონეზე ილია თოფურიას ტიტულისკენ მისწრაფვა. თუმცა ისევ ხას უსვა რომ მე ესე არ თვლიდი რომ მოხდებოდა, მაგრამ ბუნებრივია რომ არ უნდა გამოურიცხოთ გავსი რაღაცა. და კიდევ არის ბუნებრივია სხვა ფაქტორები, ხო? მაგალითად ოლივერას იდაყვი შეგვიძლია გავიხსენოთ, მეორე ტურზე იბრძოდა, მაგრამ შესაძლოა რომ მაგას შეეჩერებინა მისი მეორე ტიტულის აღება, ხო? სხვა გზით მაგ იდაყვით შეიძლება ცუდად მოხვედრო და გახსნილიყო ჭრილობა, რომელთაც მე არ ვიცი, შეიძლება იქიმს გაეჩერებინა. ან თქვათ სერიოზული ზიანი მიიღო, ასე შემდეგ, ხო? ან ყველაფერი ხდება, ეს არის MMA და მაგ სტანდარტით მინდა რომ ვისაუბროთ ახლა დანარჩენ სხვა მებრძოლებზეც. უბრალოდ არის რაღაც, თქვათ, შეხედულებები, მაგიტომაც მოდიხართ ამ არხზეც, რომ ძირითადად მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სწორად შევაფასოთ თემები და ყველა თემა ჩავშალოთ და გავიხილოთ ისე როგორც განსახილველია, ასე რომ მაგ სტანდარტით ჩემ მოსაზრებას გავაზიარებ, ასე რომ დავიწყოთ. მოდი ვისაუბროთ ქართულ მებრძოლებზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში შეიძლება ვარჯიშობდნენ. ძირითადად ხალხს, ვისაც საქართველოსთან აქვს კავშირი, უფრო მათზე ვისაუბრებ. და თუ ვინმე გამომრჩა, ეს არ არის თქვა ჩემი მიზანი რომ ვიღაცა დავაკლინო ან ვიღაცას შანსები შეუნცირო. ეს არის ჩემი მოსაზრება, შესაძლოა ვიღაცამ ხოლმე გამახსენოს ვინმე და მე ვთქვა რომ უიმე ეს როგორ გამომრჩა ასე შემდეგ, თუმცა მაქსიმალურად შევეცადე რომ ჩემი სია შემედგინა, ვისაც ვთვლი რომ აქვს შანსი უახლოეს რამოდენიმე წელიწადში რომ მოხდნენ UFC-ში 1, 2, 3, აი დაახლოებით 3 წელიწადში თუ არ ვთვლი რომ გაქვს შანსი, ამ სიაში არ ახარ, მაგრამ ძირითადად ხალხი არის, ვისაც 1-2 წელიწადში შესაძლოა კონდეთ შანსი რომ მოხდნენ UFC-ში, თუ სწორად წაიყვანეს მათი კარიერა და სწორად წაყვანაში მარტო საუბარი არ არის იმაზე რომ მოიგონ, თქვათ ყველა შემდეგი ბრძოლა, არა. აქტიურობა საჭირო, კომერციული матчმეიკინგი არის საჭირო და ასე ვთქვათ, სწორი მენეჯერული ნაბიჯებიც არის მათი მენეჯერების მხრიდან გასაკეთებელი, რომ ეს რეალობა შედგეს, თორე ვიცით ხალხი რომლის UFC-ში მაგალითად არიან და ტიტულზე აუცი აქვს 10 მოგება 12 რაღაცა და სხვა მიზეზებით ვერ ხვდებიან ვერ იღებენ ტიტულებს, ვერ იღებენ კონტრაქტებს და ასე შემდეგ. ასე რომ სხვა ნაბიჯები არის გადასადგმელი, უბრალოდ მე რეალურად გავიხილავ მათ უნარებს და მათ შანსებს, რომ პოტენციალად შეიძლება მოხდნენ UFC-ში. ასე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩამონათვალი არ არის ეს კონკრეტული დანომრილი, უბრალოდ ვიღაც უნდა დავიწყოთ და ვიღაც უნდა დავასრულოთ, რასაც ვისაუბრებ მათზე, იმას მიაქცევთ რომ ყურადღება, ვიდრე მათ ასე ვთქვათ ადგილს ჩამონათვალში. ვიწყებთ ამირან გოგოლაძეთი. ამირან გოგოლაძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს უფრო სტრაიკინგის ბექგრაუნდი, თუმცა MMA სტილში მას საკმაოდ კარგად აქვს სტრაიკინგი შერწყმული. საკმაოდ ძლიერი დამტყმელია, აქვს ბევრი ნოკაუტი და შემიძლია რომ გულწრფელად თქვა რომ ქართველ ამომავალ ხალხს შორის და ასე ვთქვათ ჭყალებში ქართულ დონეზე ვარსკვლავებს შორის მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ასე ვთქვათ ხარისხიანი რეკორდი, ბევრ ხარისხიან მებრძოლთან აქვს ბრძოლა ჩატარებული. როცა რეკორდის ხარისხზე ვსაუბრობთ, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია შევაფასოთ ადამიანის ოპონენტები და აქ თუ არა მათ
პოზიტიური შეფარდება გამარჯვებებსა და დამარცხებებს შორის, ანუ უფრო მეტი გამარჯვება მქონდეს დამარცხება ბუნებრივია და რაც უფრო პოზიტიურ ბალანსში არის გამარჯვებები, ბუნებრივია მით უფრო ხარისხიანი არის მებრძოლი და თუ ბუნებრივია რომელიმე სახელს ვიცნობ რეკორდიდან, ნუ ასევე რა თქმა უნდა ესეც პოზიტიურ თვალსაზრისით განიხილება, ასევე ნუ განიხილება ის ორგანიზაციები, რომელშიც მებრძოლი, რომელზეც საუბრობთ, იბრძვის და რომლებიც აქვს მას ბრძოლები ჩატარებული და მით უმეტეს გამარჯვებები მოპოვებული და ასევე მისი ოპონენტების გამარჯვებები და დამარცხებები რომელ ქვეყნებში არის და რომელ ორგანიზაციებში არის ასევე და ამირას აქვს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი რეკორდი მაგუთხით ის ასევე ვარჯიშობს ხოლმე ამერიკაში, როდესაც ეძლევა სავარაუდო საშუალება, ამერიკაში ნუ ბუნებრივია მერაბდვალიშვილთან ერთად აქვს გატარებული დრო და ნუ ხმები მომსვლია სხვა ფრიდან რომ საკმაოდ ასე ვთქვათ პერსპექტიულ მებრძოლად უყურებენ მას ასევე ყოფილა ხალილ რაუნთრის სპარინგ პარტნიორიც და საკმაოდ კარგ სპარინგ პარტნიორობას უწევდა მას როგორც მე ეს გავიგე მოგეხსენებათ ის დამარცხდა დენა უაიტის კონტენდერების სერიაში სლემით ნუ დაიზიანა რეალურად მხარი თუმცა ამის მერე საკმაოდ კარგად დაბრუნდა 4 ზედიზედ გამარჯვება აქვს საკმაოდ ისევ და ისევ საინტერესო ოპონენტებთან ყველას ბოლო 4-ვე ოპონენტს ჰქონდა პოზიტიური შეფარდება გამარჯვებების დამარცხებებთან და ნუ ეს ძირითად შემთხვევაში იმაზე მიგვანიშნებს რომ მას ადრე თუ გვიან უახლოეს მომავალში მიეცემა ისევ შანსი ან ისევ კონტენდერებზე ან რაღაც short notice fight პოტენციალურად შეძლო UFC-ში მოუვიდეს ამიტომ არ ვიცი ხა მის კონტრაქტი როგორ გამოიყურება ოქტაგონთან ბოლო 4 ბრძოლა ოქტაგონში ჩაატარა ოქტაგონი მოგესწრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ორგანიზაცია არის ევროპაში და თუ მას ასე ვთქვათ კონტრაქტი მისცემს საშუალებას სავარაუდოდ შემდეგ რამოდენიმე ბრძოლაში არ მინდა კონკრეტული ციფრი დავასახელო მიეცემა რაღაც შანსი რომ UFC-ში მოხვდეს ან ისე კონტენდერები როგორც ვახსენე ან short notice fight. ასევე ხაზგაუსვავ რომ არც ერთ მებრძოლზე რომელიც UFC-ში არ არის არ ვისაუბრეთ მათ ჩემპიონობის შანსებზე ისინი ჯერ უნდა მოხვდნენ UFC-ში და ამ ყველაფერზე უკვე მერე ვისაუბრებთ. შემდეგი მებრძოლი არის ბიძინა გავაშელიშვილი. ნუ ამირანისავით მასაც აქვს საკმაოდ ხარისხიანი რეკორდი ქართულ მებრძოლებს შორის ასევე არის საკმაოდ პერსპექტიული ასაკიც მას ხელს უწყობს 28 წლის არის შესაბამისად თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ გამოცდილი არის 15 გამარჯვება აქვს მას აქვს 4 დამარცხება ნუ მაგალითად ხა ამირანს 3 დამარცხება აქვს თუმცა რეალურად ხარისხობრივად უკვე კარგი ხანია ეს მაღალი დონის ორგანიზაციებში იბრძვის რუსეთშიც აქვს ჩატარებული ბევრი ბრძოლა და ბევრი გამარჯვება აქვს ACA-ში მაგალითად რაც ნუ მან გინდა არ გინდა იმ სიღრმიდან გამომდინარე რაც მაგ ქვეყანაში არის მებრძოლების კუთხით ყოველთვის კონკურენცია მაღალი არის და აქვს მას მოპოვებული ამ ორგანიზაციაში გამარჯვებები ამის შემდეგ გადავიდა პრეივში და პრეივშიც აქვს ბევრი გამარჯვება ერთ-ერთი დამარცხება რომელიც ბოლოს ჰქონდა ნუ საკმაოდ ნუ ესე ვთქვათ ახლო ბრძოლა იყო და ნუ გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება თუმცა ჩემი აზრით შეუძლია მას მარსიანო ფერეირასთან დამარცხდა მისი დამარცხება ჩემი აზრით შეუძლია ბიზინას თუმცა ნუ ამჯერად ესე მოხდა ამის შემდგომ ნუ ორი გამარჯვება ჰქონდა მას პრეივში და სავარაუდოდ რეალურად ნუ მას სანამ UFC-ში გადავა ალბათ აქვს რაღაც მისია რომ პრეივის ჩემპიონი გახდეს ამაზე არ მისაუბრია მასთან ბიზნა მოდის ხოლმე და ლეგიონში ვარჯიშობს დროთა განმავლობაში უკვე რამოდენიმე წელიწადია ვიცნობ მას და ჩემი აზრით ის მიდგომა რომელიც წლების განმავლობაში მას ჰქონდა ყოველთვის ასე ვთქვათ განვითარებისკენ მიმართული და ყოველთვის ეძებს იმ ადგილს რომელიც ის მას დაეხმარება განვითარებისკენ და ყოველთვის ძირითად შემთხვევაში სწორად არჩევს
გონია რომ დაეხმარება და ისევ და ისევ ასაკიც ისეთი ასაკი აქვს, რომ ჯერ კიდევ სწავლობს, ჯერ კიდევ ვითარდება და ერთ დღეს და ეს ერთი დღე არ იქნება ალბათ ძალიან დიდი ხნის მერე მას ნამდვილად ექნება შანსი რომ მოხვდეს UFC-ში და სავარაუდოდ ღმერთწყალობით მოახერხებს და გამოიყენებს და მოხვდება UFC-ში ასევე, მაგრამ აქამდე ალბათ ბრეივის ჩემპიონობას დაუმიზნებს, შეეცდება, თუმცა არავინ არ ვიცით, მე არ ვიცი მისი კონტრაქტის დეტალები ასევე როგორ აქვს. ბრეივიც რეგიონალურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია არ არის რაღაც რიგითი ლოკალური გუშინ გაკეთებული თქვა MMA-ის ივენთი. ამიტომ ოპონენტების ხარისხიც კარგი არის ხოლმე და ასევე პრესტიჟიც მაგ ორგანიზაცია საკმაოდ ძლიერი აქვს, თოფურიაცაც აქვს ზოლა ჩატარებული მან მოგეხსენებათ და ხამზად ჩიმაევსაც ასე რომ კარგ კომპანიაში ასე თქვათ ბიძინა. რაც შეეხება მის უნარებს, ბიძინა საკმაოდ უნივერსალური მებრძოლი არის, მაგრამ უფრო მაინც კრაპლერი არის, მოჭიდავეს ტირე კრაპლერი, ბოლო ბრძოლაშიც საკმაოდ ჯიუჯიტსუ ძალიან ლამაზად გამოიყენა, მომეწონა. განსაკუთრებით წამოდგომებში ეტყობა რომ ეს ადამიანია რომელიც ამაზე მუშაობდა უკვე ბოლო წლების განმავლობაში კომფორტულად ზნობს ზურგიდანაც, ზევიდანაც, კარგი მოჭიდავეა, კარგი საკმაოდ ძირითად შემთხვევაში კარგი ტაიმინგი აქვს შესვლისას და მდგომიც წლების განმავლობაში ჩემპიონატს უვითარდებოდა და საკმაოდ კომფორტულად ანუ არასოდეს არ მინახია რომ დიდად არა დისკომფორტი ეგზნო მას ფეხზე და ასე ვთქვათ არ ყოფილიყო თავის ელემენტში. ასე რომ უნივერსალური მებრძოლია, რომელიც დროთა განმავლობაში და წლების განმავლობაში დარწმუნებული კიდე დაიხვეწება, როდესაც UFC-ში გადადიხარ, მანდაც კი იხვეწები და მანდაც კი გაქვს განვითარების რაღაც პერიოდი და შანსები, ასე რომ საინტერესო არის თვალი ადევნეთ ბიძინას. შემდეგი მებრძოლი, რომელსაც გავიხილავთ, არის მუხრან ნარსავიძე. მუხრან ნარსავიძე არის, მე მგონი მე თუ არ ვწდები და ისე ვინმე თუ რამე სხვა იცით შეგიძლიათ შემისწოროთ და თუ სწორი შესწორება იქნება მივიღებ, მაგრამ ერთადერთი ქართველი არის, რომელიც ამ მომენტში, რომელიც მაღალ დონეზე იბრძვის ყოველ შემთხვევაში, რომელსაც ქართული ჭიდაობის მაღალ დონის ბექგრაუნდი აქვს და მაღალ დონის ბექგრაუნდში გულისხმობ ნაკრების წევრი იყო და ბევრ ქართულ და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობდა. ის ამ მომენტისთვის არის 10 და 1. საკმაოდ დომინანტი არის, ბევრი ბრძოლა საკმაოდ დომინანტურად აქვს მოგებული. ერთადერთი მინუსად რაც შეიძლება რომ ჩავთვალოთ მის მიმართ არის რომ საერთაშორისო გამოცდილება დიდად არ აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებში ბრძოლის გამოცდილება უცხოელებთან ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული, უმეტესობა უცხოელებთან აქვს ჩატარებული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ უცხოურ ორგანიზაციებში არ აქვს. ბოლოს ბრაზილიელი დაამარცხა, რომელსაც ცუდი რეკორდი ნამდვილად არ აქვს, მეორე ასე დამარცხება აგემა თავის კარიერაში მუხომ და რეალურად ჩემი აზრით ალბათ ერთ-ერთი შემდეგი მებრძოლია, რომელსაც იქნება რამოდენიმე ბრძოლაში შანსი რაღაც ტიპის მაინც რომ UFC-ში მოხდეს ან კარზე მაინც დაგაკვნოს და პოტენციურად მერე მოხდეს. მუხრანის გურამ ფაით კლუბის წარმომადგენელი GFC-ში იბრძვის და რეალურად ძირითად შემთხვევაში ეძლევათ ხოლმე როგორც GFC-ის ჩემპიონებს შანსი რომ იბრძოლონ კონტენდერების სერიაში და ამ გზით თქვათ პოტენციურად მოხდნენ UFC-ში. ნახოთ შეიძლება სხვა კუთხითაც მიეცეს შანსი. ასე რომ შემდეგ რამოდენიმე წელიწადში იმ სტანდარტში რომელიც დავაწესეთ თავიდან მუხრანს ჩემი აზრით აქვს შანსი რომ მოხდეს UFC-ში და უსურვებ წარმატებას მას პირადად ვიცნობ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს ტურნირებზე ბევრჯერ წარმოუდგენია ლეგიონიც ჩვენთან აქვს ნავარჯიშები არაერთხელ რამე რო იყოს შენ შეგილია კისერი აიღოზები კაია კისერი გამოიყენე კაია ხელები შეკარით და დაუჯექი კაია
Sergio. 2-1-0. და პირადად ჩემი განმოსახედიდან სულ არაფერი მისი ბრძოლა არ ხოს დანახი, ჩემი აზრით ძალიან კარგი უნარები აქვს, ის მოჭიდავია, ვინც ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუ დაითვისა. და თქვა და არა მარტო ნეგატიურ თამაშს თამაშობს, მას აქვს კარგი საკმაოდ ფასინგი, ძალიან ელასტიურია სხვა შორის ყველანაირად. ასე რომ მისი უნარებიდან გამომდინარე, რაც მე პირადად მაქვს ნანახი, მას ვაძლევ კარგ შანსებს, რომ პოტენციურად იბრძოლოს ერთ დღეს UFC-ში. შემდეგი მებრძოლი გახლავთ იცო ბაბულაიძე. იცო ამერიკაში მოღვაწეობს, 7-0 არის, ყველა ბრძოლა ამერიკაში აქვს ჩატარებული. ესეც ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ იმ კრიტერიუმს, კარგად ჩდება მაღალი დონის მებრძოლის პროფილში. 7-0 თან ამერიკაში, თან ისეთ ორგანიზაციებში, როგორც არის PFL-ი, ანუ მეორე ბრძოლა ხონდა PFL-ში, პლეი-ოფებში. რაც კონტენდერების სერიასავით არის ეგეც დაახლოებით, მაგრამ რეალურად არის PFL-ი, მეორე Challenger Series იყო. შორის მესამე ბრძოლა შეხვდა ლუკას ბარბოზას, რომელიც არის ძალიან გამოცდილი გრაპლერი, ძალიან მაღალი დონის გრაპლერი ბრაზილიელი, ბევრი მიღწევებით და ასე ვთქვათ, ეგეთი მებრძოლის გადალახვაც ნამდვილად მესამე ბრძოლაში ძალიან ასე ვთქვათ, ყურადღება მისაქცევი არის. და მაგის მერეც 4 ბრძოლა მოიგო, მათ შორის Ring of Combat-ში, ეგეც ერთ-ერთი iconic ამერიკული ნიუ-იორკული პრომოუშენი არის, საიდანაც მერაბსაც აქვს ბრძოლა ჩატარებული მანდ, Chris Weidman-ი მაქედან არის და ბევრი, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ ამერიკიდან, ბევრი, მათ შორის ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსის ტერიტორიიდან, ბევრი ამომავალი ვარსკვლავები მაქედან მაგ გზას გადიან, ასე ვთქვათ. და ეხლა კიდე ერთი ბრძოლა ჩანიშნული Rahim Forest-თან, რომელსაც სავარაუდოდ მერწაობით მოიგებს და უკვე 8-0 იქნება მაგ შემთხვევაში. შესაბამისად, საკმაოდ ახლოს არის იცო UFC-სთან, ალბათ დოკუმენტების წესრიგში აქვს უკვე ამდენი ბრძოლა არახან ჩატარებული აქვს მაღალი დონის ორგანიზაციებში, ყველაფერი კარგად ექნება, ამიტომ UFC-სთან არ მოუწევს ბევრი მუშაობა, როდესაც უკვე მისი რეკორდი ამისთვის ad იქნება. ასე რომ ნამდვილად იცო ბაბულაიძეც არის ერთ-ერთი ტოპ მებრძოლი ქართველებიდან, ვისაც შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ და განვიხილოთ როგორც პოტენციური UFC-ის მებრძოლი. იცო არის ძალიან მაღალი დონის თითქმის ყველგან, ანუ კარგი გრაპლერი არის, მდგომიც კარგი აქვს და თავს კომფორტულად გრძნობს ყველა ელემენტებში. Sean Brady-ის სპარინგ პარტნიორი არის, დაახლო მეგობარი და როგორც Sean Brady საუბრობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მის წარმატებაში. ასე რომ, კარგ კომპანიაშია ისევ და ისევ, კარგი რეკორდი აქვს, კარგი უნარები აქვს, ასე რომ იმედია მას მალე ვიხილავთ UFC-ში. შემდეგი მებრძოლი, რომელზეც ვისაუბრებთ, არის დავით ლორთქიფანიძე. დავით ლორთქიფანიძე ბოლო პერიოდში ქართველი MMA-ის მაყურებლისთვის საკმაოდ ცნობილი სახე გახდა, რადგან ჩვენ, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, რკენაში იბრძვის. მან რეალურად ორჯერ ჩაატარა რკენაში ბრძოლა, პირველ ორზე რეალურად ერთგან de facto main event-ი იყო და ერთგან რეალური main event-ი იყო და ორივე ბრძოლაში ეჭხუბა რეალურად ბრაზილიელებს. მეორეში დაამარცხა ბევრისთვის ცნობილი მებრძოლი ალექს კაუბოი ოლივეირა, რომელიც UFC-ის ვეტერანია და ბევრი გამარჯვებაც აქვს UFC-ში და ბევრ მაღალი დონის მებრძოლებთან აქვს ბრძოლები ჩატარებული. ვეტერანია, გამოცდილია შესაბამისად, თან იმ სტილში როგორც დაამარცხა დავითმა ის საკმაოდ კარგი, ასე ვთქვათ, კარგი განცხადება არის, რომელსაც UFC სავარაუდოდ ადრე თუ გვიან ყურადღებას მიაქცევს. ის არის დაუმარცხებელი მებრძოლი რეალურად 9-0 ამ მომენტისთვის და
ეს რეკორდი პლუს ის რაც გააკეთა და რა თქმა უნდა საქართველოს ფაქტორიც ჩემი აზრით იმ დროში რადგან ვისაუბრეთ მას მიცემს შანსს რომ მოხდეს UFC-ში და იმედია გამოიყენებს და მოხდება კიდევაც UFC-ში. ერთადერთი რაც შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ მინუსად ვახსენოთ არის რომ ასე ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციებში არ აქვს ჩატარებული ბრძოლები. კი, რკენა რომ საერთაშორისო ორგანიზაცია არის, იმიტომ რომ ყველა ორგანიზაცია სადაც ფუძდება და მე საერთაშორისო ხდება, მაგრამ ნუ მაინც რეალურად ჩვენ ქართველები ვართ და საქართველოს ოთხით უყურებთ და რკენამ ზუსტადაც ჩამოუყვანა მას უეხარისხიანი ოპონენტები, რომლებიც ძალიან ეფექტურად დაამარცხა ორივე მალე პირველივე რაუნდში ერთი ძალიან ეფექტური ნოკაუტით და მეორე კარგი სტრაიკინგით და მე როგორ კარგი საბმიშენით, ასე რომ არ არის ეს ადამიანი ცუდ ალღაზე, საქართველოში მithumetes, მაგრამ გლობალურადაც ჩემი აზრით მიიქცევს უახლოეს მომავალში ყურადღებას. უნარებსაც შეეხება სტრაიკერი არ როგორც კარატის ბექგრაუნდი აქვს, საკმაოდ ძლიერ დამტყმელი არის ხელებითაც, ფეხებითაც, მუხლებითაც. და დროთა განმავლობაში ეტყობა რომ გრაპლინგზეც კარგი ნამუშევარი აქვს და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო განავითარებს დარწმუნებული ვარ. შესაბამისად ეს ადამიანი ნამდვილად ყურადღება მისაქცევი იქნება ქართველი ამ ეტაპზე MMA-ის მოყვარულებისთვის და იმედი მაქვს ასევე მომავალში გლობალური MMA-ის მაყურებლისთვისაც. მოდით ასე ვისაუბროთ ქალბატონზე, რომელსაც ალბათ ერთადერთი ქალბატონი, რომელიც ამ მომენტში მე მახსენდება, ვისაც აქვს შანსი რომ UFC-ში მოხდეს უახლოეს მომავალში, უახლოეს რამოდენიმე წელიწადში, არის ელენე ლოლაძე. ელენე ლოლაძე არის მაღალი დონის სტრაიკერია და ასევე ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში მსოფლიოს ჩემპიონია ლურჯ-ხამრებში. საკმაოდ კარგი ოპონენტები დაამარცხა. სხვაშორის ლეგიონს წარმოადგენდა, თეთრი ქამრიდან ლეგიონში ვარჯიშობს. ამ მომენტში ყავისფერი ქამარი არის. საკმაოდ ძლიერი და უნივერსალური მებრძოლია, ზურგიდანაც კარგად შეულეჭი დაობა, წამოდგომის უნარებიც აქვს. ტეიქდაუნ დიფენსიც არ აქვს ცუდი, თავის ტეიქდაუნებიც საკმაოდ შვენიერი აქვს და ფეხზე უბრალოდ მომაკვდინებელია, ძალიან დამაზიანებელია, ძალიან მაგარი ground and pound-ი აქვს. ამ მომენტისთვის, ასე ვთქვათ, ბევრი ბრძოლა არ აქვს ჩატარებული, მაგრამ ხარისხობრივად 4-0-ია დაუმარცხებელი ამ მომენტისთვის. ანუ 3 ფინიში აქვს, ერთი გადაწყვეტილება, მაგრამ ის გადაწყვეტილებაშიც სარა მაჰმუდი უბრალოდ გაანადგურა, დაშალა და ბევრ მომენტში ჰქონდა შანსი რომ ბრძოლა დაესრულებინა, მაგრამ ნუ ვერ მოახერხა, მაგრამ სრული დომინაცია იყო, სხვა ყველაფერი პირველივე რაუნდში დაასრულა. ორი ასე ტექნიკური ნოკაუტით აქვს, ერთი სამიშენით ბოლო უშიანი სამსონთან, UA Warrior 72-ზე და ნუ რეალურად მართლაც 4-0 თან ეგეთი ხარისხობრივი 4-0 ძალიან კარგი არის მისთვის, ქალების დივიზიები როგორც მოიხსენებათ არ არის ესეთი ხმარობის კაცების დივიზიები, უნარები ქალების დივიზიებშიც ასე ვთქვათ მასობრივად არ არის ესეთი მაღალი და ელენე ლოლაძე არის ის ადამიანი, ვისაც ვისი უნარებიც კაცს რო გადაცე, კაციც მაგარ მებრძოლი იქნება. შესაბამისად ძალიან კარგი შანსები აქვს თუ ყველაფერს სწორად წავა მის კარიერაში, რომ დროულად მოხდეს UFC-ში. ის ასე ვალენტინა შევჩენკოსთან ერთად ვარჯიშობს და სხვა შორის უკვე წლების განმავლობაში ვალენტინა შევჩენკო ჩემთვისაც ის ქალი მებრძოლია, ვიზეც მაგას ვიძახთ ზუსტად რომ მისი უნარები რო კაცს მებრძოლს გადაცე, სავარაუდოდ ისიც საფჩემპიონო მატერიალი იქნება კაცების დივიზიებში, რაზეც ბევრ ქალზე სამწუხაროდ ვერ ვიტყვით და ელენე ლოლაძეს, ელენე ლოლაძე არის მისი სპარინგ პარტნიორი, ბევრ დროს ატარებენ ერთად ტაილანდში და ბუნებრივია ესეც რა თქმა უნდა მის უნარს კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს, ასე რომ წარმატებები ელენეს და იმედია ქალი მებრძოლიც უკვე მეორედ გვეყოლება UFC-ში და დარწმუნებულია რომ როდესაც ელენე უკვე UFC-ში მოხდება, ის კიდევ ის დონეს კიდე სხვა ლეველზე აიყვანს და დადებს რეალურ შედეგებს.
შემდეგ მებრძოლი რომელიც მინდა რომ მაინც გავიხილო შევეხო მას ნიკო სამსონიძე ანუ რეალურად გერმანიას წარმოადგენს გერმანიაში გაზრდილი ქართველი არის თუმცა ასევე ქართველობს აქვს ინარჩუნებს საქართველოსთანაც რაღაც კავშირს ასე რომ ნუ ჩემი აზრით შეგვიძლია ვახსენოთ ის ადამიანიც ნუ კარგი რეკორდი აქვს მას წაგებებიც ამ ეტაპზე ევროპაში იბრძვის ძირითადად ოქტაგონ MMA-ის მებრძოლი არის აი ბოლოსაც საკმაოდ ეფექტურად გაიმარჯვა ოპონენტის წინააღმდეგ რომელმაც სხვა შორის ილია თოფურიას ცოტი აგდებულად მოიხსენია დამარცხების მერე და რაც თოფურიას დამართესო იმას დაგმართა თეფო და ნუ ნიკომ პირველი რაუნდში ძალიან მალე გათიშა ძალიან ეფექტურად პირდაპირ ასე ვთქვათ ნოკაუტი იყო არანაირი TKO გაანადგურა და მოიპოვა გამარჯვება რაც ძალიან სასიამოვნო იყო ასე რომ ნიკოსაც უსურვებ წარმატებას თუ აქვს მას სავარაუდო სურვილი და ყველას აქვს ალბათ MMA-ში დღესდღეობით რომ ტოპ ორგანიზაციაში იბრძოლოს მასაც უსურვებ ამ მიღწევას ერთ დღეს. მოდი სის ამ ნაწილს დავარქვევ საპატიო სიას. რეალურად ეს სია არის თქვათ ის ხალხი ვინც მე პირადად ვიცი, ჩემი მეგობრები არიან და მგონია რომ თქვათ მათ აქვთ შანსი რომ რაღაც შედეგი დადონ და პოტენციალურად UFC-ში მოხვდნენ თუ სურვილი ექნებათ. ისევ და ისევ რადგან ჩემი მეგობრები არიან მარტო ამიტომ არ ხვდებიან ბუნებრივი ამ სიაში, ბევრი მეგობარი ყავს და ბევრი ნაცნობი ყავს და მათ არ ჩავსო ნამდვილად ამ სიაში. თუმცა განვიხილავ ერთი-ორ მებრძოლს, რომელსაც ნუ მეტი აქვს გასაკეთებელი რეალურად, მაგრამ ისე და ისევ ჩემი აზრით არ არის ცუდი რომ მათ თვალი ვადევნოთ. ერთ-ერთი არის სანდრო თევზაძე. სანდრო თევზაძე არის გრაპლინგში უკვე ძალიან დამკვიდრებული სახელი, ანუ მსოფლიოს გარშემოც უკვე იცნობენ ბევრგან. საქართველოში ნუ ჩემი აზრით დღესდღეობით ნომერ პირველი გრაპლერი არის. ის ასევე გახლავთ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი. სულ რამოდენიმე წლის წინ აიღო და ერთ-ერთი ანუ პირველი ქართველი შავი ქამარი არის ზოგადად საქართველოდან, ანუ ვინც ასე ვთქვათ, საქართველოშიც ვარჯიშობს და ანუ სხვეთშიც. MMA-ში რეალურად 3-დან 0-ია. ნუ აი მაგიტომაც ხას უსვავ რომ არავის ნაკლები არ არის ჩემი აზრით, უბრალოდ ნუ რახან MMA-ში მას არ აქვს ბევრი ბრძოლა ჩატარებული. იმის მიუხედავად რომ 3 გამარჯვება აქვს და სამივე პირველივე რაუნდში დროზე ადრე, ნუ ერთი ground and pound-ით მოიგო და 2-3 შენით მოიგო. ძალიან საშიში არის გრაპლინგის ტერიტორიაზე. ანუ დიდი ზომის, აი ხაბიბივით არის რა, ანუ იცის რაც უნდა გააკეთოს, უნდა გადაგიყვანოს და მე უნდა გაგუდოს და მართლაც ძალიან სერიოზული ფინიშერი არის. ერთი შეცდომაც კი მასთან შეიძლება ძალიან ძვირად დაგიждდეს. სადმე სულ დატოვებ ხელს, კისერს, წაიღებს და MMA-შიც ასევე ვარჯიშობს, ანუ დიდ მაღალი დონის მებრძოლებთან ერთად, UK-ში, ინგლისში. ნუ ერთ-ერთი არის ბოლო პერიოდში UFC-ში გამოჩენილი heavyweight-ი ლუი სადერლენდი, ასევე მარიო პინტო, რომელიც ასევე ძალიან აღმავლობაზე არის UFC-ში. მარიო პინტო დაუმარცხებელია 10-დან 0 რეკორდით. და კიდე ბევრი ცნობილი მებრძოლი მოდესტას ბუკაუსკას, რომელიც უკვე ვეტერანი არის UFC-ში, MMA-ში და ნუ ისინი ის და სანდრო არიან სპარინგ პარტნიორები, ხშირად ვარჯიშობენ ერთად და ნუ არავინ არ იფიქროს რომ თქვათ სანდრო მათი მაძერამეთი ნაკლები არის, რეალურად მას ეძახიან როგორც ერთ-ერთ მაღალი დონის გრაპლერს. იმას ვისაც შეუძლია რომ გატესტოს ისინი და ბევრი პრობლემა შეუქმნას ტრეინინგ კემპში, ანუ პრობლემა კაი კუთხით ვიძახი რომ
ივარჯიშონ მოემზადონ და ასე რომ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ხარისხობრივად სანდრო მართლაც იქ არის სადაც შესაძლოა პოტენციური კონტენდერი წარმოგვედგინოს და დიდი პრობლემაა სანდროს 3-0-იც ასევე რატო არის ჯერ ერთი ის რომ გრაპლინგში ბევრს ჭიდაობს UFC მსოფლიოს ჩემპიონია ბევრი медали აქვს UFC-ზე აღებული მაგრამ ასევე IBJJF-ზე აქვს იასამის ვერქამრებში ოქრო ევროპაზე ძალიან ბევრი ტურნირი აქვს მოგებული ძირითადად სამიშენებით იგებს ძირითადად დომინაციით იგებს და ნუ მართლაც დღესდღეობით ტოპ გრაპლერებთან ერთად ემზადება ვარჯიშობს შეგვიძლია ვახსენოთ ოუენ ოფლენიგენი და ნუ კიდე ბევრი სხვა მაღალი დონის გრაპლერები რომლებიც UK-ს სინში არიან ჩარლს ნეგრომონტე საქართველოს როცა არის ჩემთან ერთად ვარჯიშობს ხშირ შემთხვევაში ნუ ხანდახან მიწევს რომ გავიქცე ხოლმე იმიტომ რომ თუ ფორმაში არა ვარ რთულია მასთან ნამდვილად რამის გაკეთება მაგრამ ანუ სანდრო ნამდვილად პოტენციალი მას საკმაოდ დიდი აქვს ერთი მინუსი რაც მას ნუ მინუსი ხო ხვდებით ეს ინტერვიუზე რო გეკითხებიან შენი მინუსი რა არის და იზახი რომ ძალიან მშრომელი ვარ ანუ მისთვის ხა მინუსი რაც არის რომ ხალხი გაურბის რეალურად აი ბოლოსაც Cage Warriors-ში ხონდა ჩანიშნული ბრძოლა და ჩაიხსნა ადგილობრივი ასევე 3-0 მებრძოლი მიხვდა რომ შესაძლოა მისთვის მსავარაუდოდ არ ვიცი ხარმი არ დაუბრალო მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე სანდროს გარშემო რომ ეხსნებიან ან ოპონენტს ვერ შეულობს MMA-ში და ეგ ზოგადად საკმაოდ რთული გზა არის ხოლმე ეგრეთ წოდებული blue chip პროსპექტებისთვის რომლებიც ნუ აი მაღალი დონის გრაპლერები არიან მოჭიდავეები არიან აი მაგიტომაც ვიხილეთ ასე თქვათ სტივსონის სტრაფი გადასვლა UFC-ში იმის მოხედავად რომ მას არ ქონდა თქვათ რაოდენობრივად ბევრი ბრძოლა მარტო იმიტომ არ გადაყავთ რომ აი ოლიმპიური ჩემპიონია პირობითად ან რაღაც ჩემპიონია იმიტომაც გადაყავთ რომ უბრალოდ ნუ რეგიონალურ დონეზე ან დაბალი ორგანიზაციების დონეზე ოპონენტებს უბრალოდ ვეღარ შეულებენ და UFC-ს ეს ესმის ასე რომ არ გაიგულდეთ რომ რამოდენიმე ბრძოლაში სანდრომ თუ გადააბა მოახერხა ჩატარება და აღმერთწამლობით მოიგო ვიხილოთ კიდეც UFC-ში და ანუ არ შემიძლია არ ვახსენო ასე თქვათ ჩემ მეგობარი ჩვენი შავი კამარი რომელიც ნუ თეთრი კამიდან შავ კამარამდე ჩვენთან ერთად არის ბექა ერაძე ну ბექა ერაძეს ერთი რამე თქვათ რაც პოტენციალს შევა ხელს უშლიდეს თავისი ასე ვთქვათ დიდი გეგმების განხორციელებაში ამ ეტაპზე არის ასაკი თუმცა ну უნარებით ძალიან მაგარი მებრძოლია შავი კამარი ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუში ერთ-ერთი ყველაზე კაი გრაპლინგი აქვს ჩემი აზრით ქართულ MMA-ის მებრძოლებს შორის მუხონ არსაუიძეს ერთ-ერთი სპარი პარტნიორი არის იმის მიუხედავად რომ მათ შორის ზონაში არის საკმაოდ სხვაობა მაგრამ ნუ ბექა მართლა ტექნიკურადაც გამოცდილებითაც უკვე საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლია ასე რომ მე ვისურვებდი რომ პოტენციალურად ერთ დღეს თუ გადააბა გამარჯვებები მიეცეს შანსი რომ UFC-ში იბრძოლოს ძალიან გამიხარდება ეს ასე რომ ასე ვთქვათ ჩემ სუბიექტურ აზრად დავაფიქსირებ ამას და წარმატებები ვუსურვოთ ბექას იმედი მაქვს ვიხილავთ მას ერთ დღეს UFC-ში მოდით გადავიდეთ უკვე უშუალო UFC-ის მებრძოლებზე და დავიწყებ ყოფილი ჩემპიონებით ყოფილი ჩემპიონებზე საუბრით მერაბზე და ილიაზე და რეალურად მათ შორის ვისა აქვს შანსი რომ უფრო ადრე დაიბრუნოს ტიტული და უკვე შემდგომ გადავალთ სხვა მებრძოლებზე და მათ პოტენციალებზე სამწუხაროდ ნუ ვიცი ისტორიაში ყავდა ამ ეტაპზე ორი ჩემპიონი რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ მივიღეთ პირველი ილიას სახით და ამ ეტაპზე არც ერთი აღარ ყავს ორივე მებრძოლმა ბოლო ბრძოლები წააგეს ორივე ჩემპიონი იყო დაკარგეს ტიტულები
და ნუ რეალურად სუფთა დროიდან გამომდინარეც და ნუ ილიას ბრძოლის სცენარიდანაც გამომდინარე ყველაზე ლოგიკური არის რომ პირველი იქნება მერაბი რომელსაც მიეცემა შანსი რომ დაიბრუნოს ტიტული და ნუ სავარაუდოდაც ეხა უბრალოდ ფსონს რომ ადდებდეთ და იარაღს ღირებულებას ამ დამადოს ნუ ვინ იქნება შემდეგი ჩემპიონი ქართველებიდან უნდა ვთქვა რომ მერაბი რადგან მას მისი ოპონენტი რომელიც სავარაუდოდ იქნება მისი ოპონენტი ტიტულზე იანის სახით უკვე დამარცხებული ყავს ნუ ასევე რეალურად ყველა კონტენდერი სხვა პრაქტიკულად დამარცხებული ყავს ვინც შესაძლოა თქვათ იყოს მისი ოპონენტი თუ იანთან პირდაპირ ბრძოლა არ ჩაინიშნა მაგრამ მაგას ვისაუბრეთ წინა ვიდეოში და შეგიძლიათ ნახოთ და ნუ შეაფასოთ რა და როგორ თქვით მაგრამ ნუ მოდი ვთქვათ რომ ყველაზე ესე ვთქვათ დიდი სცენარი და სწორი ასე ვთქვათ გათვლა იქნება რომ მერაბი და იანი იქნება შემდეგი მაგ დივიზიაში თუმცა ნუ არაფერი გამორიცხული არ არის თუ ლოგიკები ყველაფერი სწორად გავითარდება სავარაუდოდ მერაბს იანთან ტრილოგია ექნება და ხათ დეტალებში ისევ და ისევ კიდე არ ჩავალ აქ ისე როგორც წინა ვიდეოში და აუცილებლად მოვადრო რომ ჩავალთ მაგ დეტალებში დომინანტურად ყავს დამარცხებული ეს ადამიანი შესაბამისად უნდა ვიფიქროთ რომ კიდე შეძლებს უნარი რომ დაამარცხოს ეს ადამიანი და ამიტომ ყველაზე დიდი ალბათობა რომ შემდეგი ჩემპიონი ქართველი ვიხილოთ არის მერაბი ნუ ილიასაც შეეხება ნუ ილიას დრო დაჭირდება რომ დაბრუნდეს ისევ და ისევ არანაირად გარანტირებული არ არის რომ მიიღებს პირდაპირ ტიტულზე ბრძოლას იმის მიუხედავად რომ თქვა ხა არმანი რუფის შეხვდება რომ არმას ალბათ აღარ უნდათ მოცდა და გეიჯი ერთ-ერთ თვეში არ იჩხუბებს ნუ ალბათ წლის ბოლომდე იჩხუბებს შესაბამისად თქვა არის შანსი რომ ილია თუ ვერ დაბრუნდება თუ რუფის დაამარცხებს არმანი შეახვედრონ გეიჯის ან თქვა ნუ რეალურად რუფი შეახვედრონ გეიჯის არც ეგ არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ რუფის სანახაობრივი მებრძოლია და UFC-ს ეგეთ ჩემპიონები დრო და დრო ნამდვილად ჭირდება და აწყობს კიდევაც. ასევე მაგ დივიზიაში საკმაოდ დიდი ძვრები არის, ახალი კონტენდერები მოდიან. აი კვილენ სალკილდი, ავსტრალიელი, საკმაოდ გამანადგურებელი სტრაიკერი, ეჩხუბა კაი გრაპლერს, მატიუშ გამროს და თუ ჩააბარეს მაგ გამოცდას ასევე მატიუშ გამროტი ხა მე-6 ნომერი არის და სალკილდს ნახოთ ექნება შანსი რომ ასე ვთქვათ, ბევრს გადაასწროს ტიტულზე ბრძოლაზე, იმიტომ რომ სხვები ყველა ძველი სახეები არიან, ასე ვთქვათ. ოლივეირა, ჰოლოვეი, პიმბლეტი და ნუ არ არის გამორიცხული, რომ ვთქვათ, მატიუშ გამროდის მერე ერთი კიდე თუ გაიმარჯვა ტოპ 4-3-ში მიეცეს შანსი, ასე რომ ილია თოფურიას ასე ვთქვათ კალენდარი უფრო მაინც გაურკვეველია ვიდრე მერაბის, ამიტომ რეალურად მერაბს მივცემდი პირველ შანსს და ნუ ისევ და ისევ ლოგიკურად ასე ვთქვათ by default აუცილებლად მეორე ადგილი უნდა მივცეთ ილია თოფურიას ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ადრე თუ გვიან მიეცემა მას შანსი რომ იჩხუბოს ან ტიტულზე ან ნომერ პირველ კონტენდერის ბრძოლაზე და დიდი იმედი მაქვს რომ გაიმარჯვებს, რა ბრძოლაც იქნება იმას დეტალურად შევაფასებთ და დაიბრუნოს ძველ დიდებას. ასე რომ მეორე ნომერი, ვისაც შანსი აქვს, რომ გახდეს ჩემპიონი ქართველებიდან, ისევ და ისევ დღეს მაინც ექს-ჩემპიონები არიან. ასევე ექს-ჩემპიონები თუ რამენაირად მოდით სულ სცენარზე ვსაუბროთ, მონებრივია, ვერ მოახერხებენ ტიტული დაიბრუნონ. ეს რა თქმა უნდა, უფრო გვაშორებს UFC-ს ტიტულთან როგორც ქვეყანას და ის აი სცენარი, რაზეც ვისაუბრეთ, განვლილი სცენარი ილია თოფურიას, ასევე მერაბ დვალიშვილის, ბევრი რამე შესაძლოა წასულიყო ცუდად და მათი ჩემპიონობა ან ასე ვთქვათ, გაეუქმებინათ, ან ვერ გამختارიყვნენ ჩემპიონები, ან გადაედოთ. ასე რომ ძალიან ბევრი მოძრავი ნაწილი არის MMA-ში, რომელიც ათვალისწინებელია და რომელსაც ხარ ახალი მებრძოლი, ძალიან დიდი გზაა გასავლელი
და ძალიან ბევრი რაღაც სწორად უნდა დაგიჟდეს, რომ გახდე ჩემპიონი და მე მით უმეტეს დაიცვა ეს ტიტული და მით უმეტეს გახდე დაბლ ჩემპი, ორმაგი ჩემპიონი, ორი დივიზიის ჩემპიონი. მაგრამ მოდით შევეხოთ მაინც დეტალურად იმ მებრძოლებს, რომლებიც ახლა ამ მომენტში ყავს UFC-ში და მათ შანსებს. პირველი ორი მებრძოლი გავიხილეთ და სულ ჯამში 7 ყავს. ყოფილი ჩემპიონების გარდა შესაბამისად 5. შემდეგი ყველაზე ასე ვთქვათ ლოგიკური ადამიანი, ვისაც აქვს შანსი რომ გახდეს ჩემპიონი არის ალექსანდრე თოფურია. ალექსანდრე თოფურიას ბოლო ბრძოლა ძალიან მომეწონა, ანუ რეალურად ბეგზად ალმახანი დაშალა, ანუ მართლა დომინანტურად, ძალიან მეთოდურად დაამარცხა. თან ბეგზად ალმახანს ხონდა საკმაოდ დიდი ჰაიპი სანამ UFC-ში გადმოვიდოდა. ასე მოიხსენებათ უმარ ნურმაგომედოვთან ხონდა მას დებიუტი და ბევრი იძახდა, რომ ეს არის პირველი და მეორე ნომერი ამ დივიზიაშიო და ასე შემდეგ რაღაც მსგავსებსაც იძახდნენ, როგორც იციან ხოლმე, მაგრამ ბუნებრივია ესე არ აღმოჩნდა ალმახანის მხარეს, მაგრამ თან ალმახანი რეალურად უმარმა ჭიდაობით დაამარცხა, თოფურიამ კი ხელებით დაშალა. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ასე ვთქვათ ძალიან ბევრი კარგი თვისება დავინახე, აბსოლუტურად არ დაღბილა, ანუ თელი თემა ის ხონდა, რომ ბრძოლა ისე მართა, რომ 3 რაუნდი პრაქტიკულად სპარინგით და თავისი ტემპით და მეთოდიკით დაშალა ალმახანი და პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთებინა. ძალიან შთამბეჭდავი იყო. აი კოლბი თიკნესთან ბრძოლაზე პირველად უფრო, ასე ვთქვათ, მეტი დამაჯერებლობა მომცა მასში თოფურიამ და ნუ აი მართლაც ასე ვთქვათ, კი არის კარგი რაც ვთქვათ, რომ ვიღაც დაარტყავ გათიშავ ასე შემდეგ, მაგრამ აი დაახლოებით რაღაც დონეზე, ნუ კი ისეთ დამაზიანებელი შეიძლება არ იყო. ნუ 3 რაუნდების ბრძოლა იყო, არ რთულიაში აფასო, როგორც ვთქვათ, ილია თოფურია იყო ჯოშ ემეტთან, მაგრამ ძალიან დომინანტურად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა თოფურია ისეთი კარგი და საშიო ოპონენტის წინააღმდეგ, როგორც გახლავთ ბეგზად ალმახანი. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა რეალურად შეგვიძლია დღეს ასე ვთქვათ, დავაიდენტიფიციროთ თოფურიას მხარეს, არის რომ ის არ არის აქტიური საკმარისად, მაინც თავიდან გჭირდება აქტიურობა, ჯერჯერობით რეიტინგშიც არ არის, ასე რომ სუფთა დროის კუთხით, აი წარმოიდგინეთ ყველაზე ასე ვთქვათ, ვისაც ვთქვათ მესამე ნომერად ვინც ყავს ამ შემთხვევაში ჩამონათვალში, რომ შანსი ჰქონდეს UFC-ის ტიტულის მოგების, შემდეგ UFC-ის ტიტულის მოგების ქართველებიდან ჯერ რეიტინგშიც არ არის, შესაბამისად შეიძლება არ ვიცი, ნომერ პირველი სადღესო ჩემპიონთან აჩხუბო იანთან შეიძლება დაამარცხოს კიდევაც, კი ბატონო, მაგრამ ეს ესე არ მუშაობს, უნდა დაიმსახრო შენი ადგილი და ამას დრო დაჭირდება, ხო? და რამდენი რაღაც უნდა მოხდეს, რამდენი ასე ვთქვათ, ნაბიჯი უნდა გაიაროს, კი თოფურია არის და ესეც რა თქმა უნდა ცოტათი დაბუსტავს მას და დაეხმარება უმარისავით, რომ სწრაფად წავიდეს წინ. თუმცა აი მაგიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შესაძლოა პოტენციურად და ეს ისე და ისე იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. კარგახანი ქართველი ჩემპიონი ვერ ვიხილოთ UFC-ში. თუ რა თქმა უნდა ბუნებრივია და რა ის დიდი იმედიც მაქვს, ძველი ჩემპიონები არ დაიბრუნებენ შემდეგ 1-2 წლის განმავლობაში ტიტულებს. ალექსანდრეზე ის დავამატებდი, რომ ალბათ ახლა ეს ცუდი რამ რაც მოხდა და იდეის დამარცხება რაც არის, ალბათ რაღაც მომენტად უნდა გამოიყენოს, იმედია ტრავმები არ აწუხებს რამ მსგავსი და უნდა გამოიყენოს, რომ მის კარიერაზე დაკონცენტრირდეს, შემდეგი ალბათ ესე 1 წლამდე ილია არ იჩხუბებს, ნახოთ ყველაზე მაქსიმალურად წლის ბოლოს თუ არის რაღაც შანსი რომ დაბრუნდეს, ასე რომ წელს აუცილებლად უნდა ჩაატაროს ბრძოლა ალექსანდრემ. ჯერ 1 წელი არ გასულა მისი ბრძოლა და ნოემბერში იჩხუბა, მაგრამ ეგ პერიოდს მალე გავა. ასე რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ალექსანდრე თოფურიას ჩაენიშნება შემდეგ ბრძოლა. ითან იუინგზე იყო საუბარი, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს ასევე, რომ იქ
იქნება ტოპ 15-დან მებრძოლი, ასე ვთქვათ, მე-15 და მე-10-მდე ვიღაცა და ეს უკვე რეალურად მას დააყენებს იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ გვინდა რომ იდგეს. მაგალითად, ნებისმიერი ამ სიდან მონტელ ჯექსონი, პრაის მიჩელი, ჩარლ ჟურდეინი, აიმან ზაჰაბიც, რომელმაც ოთახანის წინ შონ ომალისთან ჩაატარა ბრძოლა, ფიგურეიდოც შესაძლოა და მარკუს მაგიც არა პრობლემა, თუმცა ამ ეტაპზე ალბათ, აიმან ზაჰაბი შესაძლოა საკმაოდ კარგი ბრძოლა იყოს ალექსანდრესთვის. შემდეგი ალბათ ყველაზე ლოგიკური ადამიანი, ვიზეც უნდა ამ შემთხვევაში რეიტინგით საუბრობ, იმაზე ვთქვათ, ვინც ქართველი ვისაც შანსი ჰქონდა რომ გადასულიყო UFC-ში, ეგ დანომრილი არ იყო, უბრალოდ ჩაუმეთვალა სახელები. ეხლა ნომრავთ და ეგეთი მიდგომა მაქვს. შემდეგი არის ლევან ჩოხელი, მას აქვს საკმაოდ როგორც ვისაუბრეთ, კარგი ბექგრაუნდი, მეტნაკლებად უნივერსალური მებრძოლი არის. უფრო სტრაიკერია, ბუნებრივია, მძიმე დარტყმები აქვს, ნახეთ მის დებიუტს საკმაოდ ძალიან შთამბეჭდავი დებიუტი იყო. მე მგონი ქართველებს შორის ყველა შთამბეჭდავი იყო, სუფთა, ასე ვთქვათ, სანახაობრივი თვალსაზრისით, კი ბევრი ფაქტორი არის, თქვათ, ხა ილიას დისიჟენი ჰქონდა, მაგრამ 3-0 იყო მისი ოპონენტი UFC-ში, როდესაც ილია შეხვდა, იქ რაღაც კოვიდი, იქ და რაღაც გასაგებია. გურამ ქუთათელაძეს ჰქონდა ერთ-ერთი ძალიან მძიმე დებიუტი, ძალიან მაგარ ბერძოლთან, მატეოშ გამროთთან, რომელიც დღესაც ტოპ კონტენდერი არის და ის გაიმარჯვა, თქვათ, ახლო გადაწყვეტილებით დაამარცხა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, UFC-ში დებიუტი, ეგეთი შთამბეჭდავი, ჯერჯერობით არც ერთ ქართველს არ ქონია, მათ შორის არც ალექსანდრე თოფურიას, სახელები გადავხაზოთ, SS-ი არის და რა თქმა უნდა, ამიტომაც ის ახალგაზრდა ასევე ვანიჭებ მე-4 ადგილს ამ ეტაპზე, თუმცა არა გამორიცხული რომ აქტიურობით შესაძლოა ალექსანდრეს გადაასწროს. ჩოხელის თემა ის არის, საკმაოდ ღრმა დივიზიაში არის, ყველა მკვლელები არიან ტოპ 15-ში. რეალურად მე-14 არის იაროსლავ ამოსოვი, მართლა ძალიან მაღალი დონის მებრძოლი არის, ამაზე არა საუბარი ვთქვათ. ჩოხელს არ შეუძლია მის დამარცხება, იმის დამარცხება არ შეუძლია. უბრალოდ კევინ ჰოლანდია მე-15, იაროსლავ ამოსოვი მე-14, ვენომ პეიჯი მე-13 და ასე შემდეგ, კვლელების დივიზია არის welterweight, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა არის, თუ ყველაზე ღრმა არ არის დღესდღეობით UFC-ში. შესაბამისად, ლევანსაც საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი, გრძელი და მძიმე, თუმცა მას ვანიჭებ მე-4 ნომერს ქართველებს შორის დღესდღეობით, ვისაც აქვს შანსი რომ გახდნენ ჩემპიონები. შემდეგი ყველასთვის ნაცნობი ვეტერანი ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე. მას უკვე ჩანიშნული აქვს ბრძოლა, სულ რამოდენიმე დღეში, 22 აგვისტოს ექნება ბრძოლა. რინიერ დერიდერის წინააღმდეგ, ორივე ვეტერანი და ძალიან მაღალი დონის მებრძოლები არიან. ორივე კრაპლერი, უკვე მეორე ხდება მსგავს ევროპელ კრაპლერს, ერთი გამარჯვებით დაასრულა საკმაოდ ეფექტურად ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ და ეხლა რეალურად მეორესთან იქნება შანსი, რომ თავისი უნარები გამოვლინოს, თუმცა სტრაიკინგშიც ალბათ ექნება გაცვლები. ნახოთ დეტალურად ხა მომენტში მაგაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ დოლიძეს უკვე ჰქონდა თავისი, ასე ვთქვათ, რანი, ჰქონდა მას შანსი, საკმაოდ ახლოს მივიდა, რომ ტაიტლ შოთი მოეპოვებინა middleweight-ში, მაგრამ ვერ მოიპოვა და ეხლა როგორც ვიცი, ეს არის ავიდა ზედაზომაში, ქვემ მძიმე ზონაში, light heavyweight-ში და ამჯერად ხვდება დერიდერს, რომელიც ასევე ყოფილი middleweight-ი არის, ორივე ავიდნენ. დერიდერს თავისი პრობლემები ჰქონდა კარდიოსთან, ალბათ weight cuts დააბრალა და ეგრე გახსნის ამ დებიუტს ვერ დავარქვი, იმიტომ რომ მაგამდე იბრძოლა light heavyweight-ში, შემდგომ ჩამოვიდა. ეხლა ვნახოთ ახალი ძალებით, ახალ დივიზიაში რა შეძლებს. უკვე მძიმე ზონა ზოგადად ისტორიულად საკმაოდ მძიმე დივიზია იყო. ეხლაც არ არის ადვილი, არიან ახალი სახეები, არიან ძლიერი ყოფილი ჩემპიონები და ასე ვთქვათ,
ჩემპიონიც პოტენციალურად რომელმაც არ დაუკარგავს ტიტული ალექს პერეირას, ვიცით მძიმე ზონაში ავიდა და მაგიტომაც დათმო, ასე რომ თუ დაბრუნდა ეგეც დაემატება, ასე რომ მან ტიტული ადვილი მოსაგები არც შემთხვევაში არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა წარმატებები მინდა უსურო რომანს და იმედია იქნება დიდი გამარჯვებები light heavyweight-ში და თუ გახდება ჩემპიონი, ამით მხოლოდ გაგვიხარდება. შემდეგი ჭიკაძე არის, ჭიკაძესაც გიგა ჭიკაძეს აქვს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კარიერა საბრძოლო სპორტის ამ მებრძოლებს შორის, თან მაღალ დონეზე საკმაოდ იბრძოდა კიკბოქსინგშიც და შემდგომ უკვე კიკბოქსინგის კარიერის მეტნაკლებად დასრულების შემდგომ გადავიდა UFC-ში და საკმაოდ თავიდან წარმატებულადაც მოახერხა ბევრი ბრძოლის ჩატარება, ბევრი დიდი გამარჯვება ჰქონდა, საკმაოდ ჰაიპს ატარებდა, მაგრამ მაინც გრაპლინგი მაინც დარჩა და ჭიდაობა მისი პრობლემა. კარდიოშიც ჰქონდა სამწუხაროდ პრობლემები და სხვადასხვა მიზეზთა გამო გარკვეული ბრძოლები წააგო, დეტალებში არ ჩავალ, მასაც ჰქონდა ეს title run-ი, ილია თოფურიას დივიზია არის იყო მაშინ მოგეხსენებათ, მაგ მომენტში სხვა ქართველმა მოახერხა ტიტულის მოგება, რომელიც მე დიდი მეგავარსკვლავი გახდა. სამწუხაროდ გიგამ ვერ მოახერხა. ბოლო პერიოდში მას ჰქონდა ბევრი პრობლემები, ასე ვთქვათ, წაგებებიც ბუნებრივია და ასევე ტრავმები ძალიან ხელს უშლის მე როგორც ხედავ შორიდან, რა თქმა უნდა, ასაკიც არ ეხმარება, ეგრეთ წოდებული კილომეტრაჟიც არ ეხმარება და ამიტომ ამ ეტაპზე მიწევს რომ მას ის ჩავსვა მეტნაკლებად მე-6 ადგილზე თავის გამოცდილებიდან გამომდინარე. თუმცა ხო რეალურად ამ შემთხვევაში გამოდის რომ თანზილოს ამ ეტაპზე სვა მე-7-ზე, რადგან მას ძალიან ბევრი დასამტკიცებელი აქვს. ამ ეტაპზე ოფიციალურად როგორც უნდა შეხედო, 2 წაგება აქვს UFC-ს ბანერის ქვეშ თანზილოს. ერთი კონტენდერების სერია წააგო, რომელიც ჩემპიონად მოიგო, მაგრამ მაინც ახლო ბრძოლა იყო და ოფიციალურად წააგო, არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ და UFC დებიუტი მან წააგო, ამაზე ზოგი საუბრობს რომ წააგებინეს, მაგრამ სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ წააგო, კი ახლო ბრძოლა იყო, რას დომინაციით არ წაუგია, მაგრამ სულთა ობიექტურად რო შევხედოთ, მე ძალიან მინდოდა რომ მოიგო, მაგრამ წააგო, იმის მიუხედავად ჩვენთანაც უვარჯიშია და შევხედრილა მასთან და მართლა გულწრფელად გულშემატკივრობ და ეხლა რეალურად მას აქვს უკვე შემდეგი შანსი ჩაატაროს ბრძოლა და გაიმარჯვოს. მისი ბრძოლა უკვე ჩანიშნული არის მალკომ უელმეიკერთან 10 ოქტომბერს. ასე რომ უნდა მოემზადოს სწორად, უნდა გამოიტანონ დასკვნები და ბოლოს შეინ ქოლნისთან დამარცხდა მოგეხსენებათ. და რეალურად აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ალბათ თავის კონტრაქტისთვის იბრძვის უკვე ამ შემთხვევაში ოთარი და იმედი მაქვს რომ ეს мотиваციას მიცემს, ცეცხლს დაანთებს მასში და უახერხებს გამარჯვებას. ეს ზონა ნამდვილად არ არის არამოგებადი ბრძოლა, ასე რომ ნახოთ როგორ იქნება. და ისე რახან ამ სიაში ბოლო ადგილზე არის, ეს იმას არ ნიშნავს რომ მას რაღაც შანსი არ აქვს შემდეგ. მე რა დუალიშმა გავიხსენოთ, პირველი 2 ბრძოლა როგორც უნდა შეხედო წააგო UFC-ში, მაგამდეც ჰქონდა წაგებები მას UFC-ს გარეთ, ასე რომ თქვათ მაგ ლოგიკით ვერასოდეს ვერ მოახდინა ჩემპიონი, ასე რომ ყველაფერი ხდება და ნამდვილად ყოველთვის მებრძოლზე არ დამოკიდებული და უსურო წარმატება ოთარს. მეორება ეს იყო მიმოხილვა, თუ მოგეწონათ ისევ და ისევ გამოიწერეთ არხი, მხარი დაგუჭირეთ, მოიწონეთ, დაგვიკომენტარეთ თქვენი მოსაზრებები და ხას უნდა გაუსვა რომ ბევრ მებრძოლს აქედან ვიცნობ, ბევრ მებრძოლს ჩემ აკადემიაში უვარჯიშია, ბევრ მებრძოლს თანდათ მივარჯიშია და ისევ და ისევ ჩემი ობიექტური მოსაზრებები, რომელიც შეიძლება სრულიად აცვსტარი იყოს და ისევ თან ვიღაცაზე თუ რაღაცა ვთქვი, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ
ძალიან დიდების მიღწევა არ შეუძლიათ. ასევე მე თუ გამომრჩა და ვინც რეალურად იმსახურებდა რომ ყოფილიყო სიაში, ბოდის ჩემგან, დამიწერეთ კომენტარებში და შესაძლოა თუ სამართლიანად ჩავთვალე, მომავალში ვისაუბრე კიდევაც მათზე.